მოვასხათ ზემოდან ეს ჩვენი ყველის соуსი და ნიჟარებში ამოვავსოთ აი ესეთი გამომწვარი პასტა გამოგვივიდა. სალამი, დღეს ჩვენ ვაკეთებთ იტალიურ კერძს, ორ კერძს გავაერთიანებთ, პასტას და ლაზანიას, ასე ვთქვათ. ჩვენ აი ესეთ საოცარ ნიჟარებს ვაკეთებთ, რაგნაროს ფირმის პასტას ვიღებთ. პირველ რიგში მოვხარშოთ პასტა. წყალი საკმაოდ მარილიანი უნდა იყოს და კარგად უნდა დუღდეს. და დავინიშნოთ, რომ 7 წუთი იქნება საკმარისი ამ პასტის მოსახარშად, რადგანაც კიდევ უნდა გამოწვეს ღუმელში. ზუკის ზეითუნის ზეთს ვმარობთ აუცილებლად, წვრილად დაჭრილი ხახვი და წვრილად დაჭრილი ნიორი მოვთუშოთ და როგორც კი დარბილდება, ანუ გამჭვირვალე უნდა გახდეს, ჩვენ არ გვინდა რომ ეს დაიბრაწოს, უბრალოდ უნდა მოითუშოს, როგორც კი გამჭვირვალე გახდება, დავუმატოთ ჩვენი ზროხის ხორცის ფარში. ოდნავ აუწიოთ ცეცხლს, რომ ხორცი მოიბრაწოს. აი როგორც კი დაიბრაწება ოდნავ, უკვე შეგვიძლია რომ დავუმატოთ წითელი ღვინო. აი ეს პიჩინის მშვენიერი ნერო და ვოლა სიცილიური ღვინო. ყოველთვის კარგია კერძში ის ღვინო ვიხმაროთ, რასაც მერე დავლებთ, რა თქმა უნდა. და დაველოდოთ, რომ ადუღდეს და ალკოჰოლი გამოვიდეს. როგორც კი ალკოჰოლი აორთქლდება, შეგვიძლია გავსინჯოთ და აი ამ წვენს არ უნდა კონდეს ალკოჰოლის გემო. გადმოვიტანოთ ქვაფში და დავამატოთ პომის, პამიდრის соуსი ბაზილიკით და არაბიატა. მე მიყვარს ეს არაბიატა გამზადებული, იმიტომ რომ ეს ცხარე არის და ის საოცარ გემოს აძლევს და ვადუღოთ სადღაც 1 საათი მაინც, რომ ეს გემო კარგად ბოლომდე ჩაიშალოს ეს ფარში და რაღაც ერთგვაროვან მასად გადაიქცეს. ეხლა გავაკეთოთ კლასიკური არაკლასიკური უბრალოდ ბეშამელის соуსი. ჯერ უნდა გავაკეთოთ რუ, 50% უნდა იყოს ცხიმი, კარაქი ამ შემთხვევაში და 50 გრამი ფქვილი. გავაღოთ, რომ ერთგვაროვანი მასა მივიღოთ. აი ეს არის რუ. და ეს შეიძლება გამოიყენოთ სუპების გასასქელებლად, соуსების გასასქელებლად, ნებისმიერი ხევადი სითხის გასასქელებლად კლასიკურ სამზარეულოში. დავუმატოთ ვალიოს ეილარდზე, დავუმატოთ გრანალოროს ნაღები და ეს იქნება ჩვენი соуსი გამოსაცხობი და რა თქმა უნდა მარილი და ფერადი პიცა. და ასევე გრანაროლოს პარმეზანი შეგვიძლია გამოვიყენოთ ან პიკორინო. მე ამ შემთხვევაში ორივეს გამოვიყენებ, იმიტომ რომ მომწონს ის ორიგემო პარმეზანის соуსი გამოგვივა. соуსი მზად არის, ყველის, პარმეზანის და გრანო პადანოსი. ჩვენი რაგუც მზადაა. ერთადერთი შეგვიძლია დავუმატოთ ბელა კონტადინას პესტო კალაბრეზე, სუფთა იტალიურ გემოს აძლევს. კარგად გადაურიოთ და გამოვთოთ. ეხლა ავაწყოთ ცოტაოდენი გამოსაცხობ ფორმაში соуსი, რო არ მიიწვას და ავაწყოთ ჩვენი პასტა. აი ესე ავიღოთ და ნიჟარებში ამოვავსოთ ჩვენი რაგუს соуსი. და ესე ლამაზად დავაწვით. მოვასხათ ზემოდან ეს ჩვენი ყველის соуსი და გრანო პადანოსი. მოვაყაროთ პარმეზანის და გრანო პადანოს მიქსი. გრანაროლოს მოცარელას ბურთულები, რომ კარგად გალღვეს. აი ეს უკვე მზად არის გამოსაცხობა, სადღაც 10 წუთი ჭირდება ღუმელში, რომ დამთავრდეს და ესე უკვე შეგიძლია შეინახოთ თავისუფლად მაცივარში, სანამ სტუმრები მოვლენ და სტუმრების მოსვლის წინ უკვე გამოაცხოთ. 200-220 გრადუსზე, სანამ ყველი არ გალღვება და ზემოდან არ მოიბრაწება. აი ესეთი გამომწვარი პასტა გამოგვივიდა. ნიჟარები დატენილი რაგუს соуსი.